ძალიან კარგი ამბით ვარ დღეს თქვენ ეთერში და მინდა მაყურებელსაც აი ეს პოზიტიური ამბავი ვამცნო, რომ ჩემს მიმართ სამართლიანობა დადგინდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. კერძოდ ქარტიამ დაადგინა, რომ ტელეკომპანია იმედმა ქარტიის პრინციპების 4 პრინციპი დაარღვია ჩემ წინააღმდეგ. პირველი პრინციპი, მეხუთე, მეშვიდე და მე-11, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ გაავრცელეს უზუსტო, არაზუსტი ინფორმაცია, მათ წახალისეს დისკრიმინაცია და ეს მათ გააკეთეს სრულიად განზრახ, რაც საკმაოდ სერიოზული დარღვევა და თუ შეიძლება ითქვას, დანაშაულიც კია. ეს ყველაფერი იმ ქარტიიდან გამომდინარე, რომლის ხელმომწერებიც არიან და რომელსაც ცნობენ და აღიარებენ საყოველთაოდ საქართველოში ჟურნალისტები. საქმე დაიწყო იმით, რომ ტელეკომპანია იმედმა თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ქარტი. 5 მარტს მოხდა ეს ამბავი და ამცნეს საზოგადოებას, რომ მერის თანამშრომელი ანა კომლაძე, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ხდებოდა ფოტოზე იყო აქცენტი და მაყურებელს უთხრა. ფოტოზე ეს ხდებოდა 5 მარტს, როდესაც მე ჯერ კიდევ ვიყავი თბილისის მერიის თანამშრომელი, მოქმედი და გათავისუფლების შესახებ ბრძანება მივიღე 14 მარტს, პარასკევ დღეს, სადაც მატყობინებდნენ, რომ 17 მარტიდან, ანუ ორშაბათიდან აღარ ვიქნებოდი მერიის თანამშრომელი. ანუ ტელეკომპანია იმედმა 12 დღით ადრე გაავრცელა ეს ქარტი და გაავრცელა რა შინაარსით, ხომ? ჯერ საერთოდ გაუგებარია ის, თუ ამცნობს გადაწყვეტილებას, ესეც უზუსტო იყო im მომენტისთვის, რომ მათავისუფლეს სამსახურიდან, რატომ დაუკავშირა ეს მაინც და მაინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და რატომ დაუკავშირა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერობას, ხო? ეს ხო მათი მხრიდან პირდაპირ აღიარებასავით არის, რომ ანუ ესე იგი ოპოზიციის მხარდაჭერის გამო და აქციებში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან და ეს ამცნო საზოგადოებას, ეს ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დისკრიმინაციულია, რაც ქარტიამაც დაადგინა. ასე ჩანს, რადგან ვიცით როგორ იმართება მოკლედ ეს პროპაგანდისტული ქსელი, რომ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ანუ ზემოდან იყო მნიშვნელოვანი, რომ თქვენი დისკრედიტაცია მომხდარიყო. დიახ, ნამდვილად ეგრე იყო, გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს ქარტი არ შეიქმნებოდა, იმიტომ რომ სხვაებით ტოვებენ ხოლმე, ხებსაც უშვებენ ხოლმე პოლიტიკური ნიშნით. ეს არის ზუსტად მე-11 პრინციპი ქარტიის, რომ ეს ტელეკომპანიამ გააკეთა განზრახ ფაქტების დამახინჯებით და აი ამ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა. ეს ამის მიზეზი არის ის, რომ ჩემი სამოქალაქო პოზიცია მე არასდროს არ დამიმალავს და ყოველთვის აქტიური სამოქალაქო პოზიცია მქონდა, გამოხატვის თავისუფლებით ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი, ასევე საჯარო მოხელეებიც ვსარგებლობთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებით და მე ამ უფლებას აქტიურად ვიყენებდი. როდესაც პირველად შემოიტანეს კანონი აგენტების შესახებ 2023 წლის გაზაფხულზე, მაშინვე ძალიან მკვეთრი იყო ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით და იმ შედეგებთან, რაც შეიძლებოდა მოყოლოდა და კიდევაც ახდა და გამართლდა 2 წლის თავზე ეს ყველაფერი და შეტევა დაიწყო ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან სწორედ იმ პერიოდიდან, როცა მათი ძალიან მსხვილი პროპაგანდისტები ნიშნავდნენ, ძალიან აგრესიულები იყვნენ და მოუწოდებდნენ მმართველს, რომ მოაშორეთ მერიიდან ანა კომლაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ქარტიც მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამოძახილია, რომ ორწლიანი მათი მოთხოვნები, აი ესე დაგვირგვინდა, რომ აი ანა კომლაძე ხომ გაუშვით და დავაკმაყოფილეთ თქვენი თხოვნა, აი ეს მოტივი შეიძლება ამოკითხულ იქნას. ქაბოდნოანა, გრძელდება უწყობებიდან პოლიტიკური ნიშნით პროფესიონალების გათავისუფლება. გითხარით, აი თქვენს გარშემო რამდენად არსებობს, აი რასაც უწოდებენ ხოლმე სუსხავი ეფექტი, როდესაც ადამიანები უკვე თავს იკავებენ, რომ რაღაც პროტესტი დააფიქსირონ, ხომ? იმიტომ რომ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ ვრცელდებოდა ცნობები, რომ ადამიანებმა, რომლებიც მოაწერეს თქვათ ამ პეტიციას ხელი, შემდგომ უკან გაიწვიეს ეს ხელმოწერა. აი რა გავლენა მოახდინა გამოხატვის თავისუფლებაზე პრინციპში, ხო? პასუხს მინდა უბრალოდ საზოგადოებრივ
საზოგადოებას ვუთხრა, გაშვებული თანამშრომლები, ჩვენ ყველანი ვართ ერთიანები, ჩვენ ვაფუძნებთ პროფესიულ კავშირს, რაც ძალიან ძლიერი ძალაა და სწორედ ამ ჩემს საქმეზე ჩვენი იურისტების გუნდი მუშაობდა, რომ ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიაში ეს შედეგი დამდგარი იყო და მინდა უთხრა ყველა საჯარო მოხელეს მოქმედსა თუ გაშვებულს, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერად ერთმანეთის სოლიდარულები და უსამართლობის წინაშე მარტო არავის არ დავტოვებთ. ეხლა რაც შეეხება ეფექტს. თავიდან პეტიციას 229 ადამიანი ვაწერდით ხელს მერიდან და ეს ციფრი მერმაც ახსენა თავის განცხადებაში, როდესაც მას ეს სია მიაწოდეს 229 ადამიანი აწერს ხელსო და საბოტაჟნიკები გვიწოდა. და ძალიან ისეთი რეპრესიული მუშაობა გამართეს იმ დღიდან, ისე რომ 229 ადამიანიდან ეხლა 163 დარჩა ხელმომწერი. წარმოგვიდგენიათ ხო, როგორი წნეხი იყო, რომ ადამიანებს უკან აწვევინებდნენ ხელმოწერას და ამ 163-დან 90-მდე უკვე გაშვებულები ვართ, ხო? ცხადია, ეს არის ძალიან რეპრესიული, ძალიან პოლიტიკური ნიშნით ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილება და კი არის ეს ეფექტი, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც თქვათ ჩვენთან ერთად უფრო ხმამაღლა აფიქსირებდა აზრს, რაღაც გარემოებების გამო უკან დაიხია და არის შიში, ხო, რა თქმა უნდა, არის შიში, რომ რადგან ჩვენ გაგვათავისუფლეს, ისინი იქნებიან შემდეგი, მაგრამ მე მინდა ძალიან მათ ვთხოვო პატივისცემა გამოვხატო მათ და მინდა უთხრა, რომ ეს შიშები ბუნებრივია, მაგრამ გარდაუვალი არ არის ამ შიშებთან ბრძოლა და ჩვენ იმდენად მობილიზებულები ვართ აქეთ მხარეს, იმდენად ძლიერია ჩვენი ერთობა და იმდენად მართლები ვართ და ეს ჩვენი სიმართლე სამართლებრივ პროცესებშიც ითარგმნება და შედეგებიც დაიდება. სწორედ ეს პირველი გამარჯვება, რაც დადგინდა ხომ ეთიკის ქარტიის მიერ, ეს ერთია და სხვა მრავალი გამარჯვება მოყვება ამას, როცა უკვე კონკრეტული ადამიანების სასამართლო პროცესები დაიწყება და ამ ყველაფრის ფონზე უფრო ძალიან მკვეთრად გამოჩნდება ჩვენი ძალა და სიმართლე და ძალიან მაინტერესებს ბატონი მერი აი ამ სასამართლოების პროცესზე თანხლებით როგორ წარმართავს თავიანთ საარჩევნო კამპანიას, როცა ამდენი მართალი ადამიანი მას ბრძოლას მოუგებთ სასამართლოში და ეს მოგება არის გარდაუვალი. მე ვარწმუნებ ყველას, რომ როგორც აი ამ 4 პრინციპის დარღვევა დადგინდა ქარტიის მიერ, ისევე დადგინდება სასამართლოების მიერ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ნიშნით გაშვებული.